ვერცხლის პირობებსაც ჩამოგიწვევ ლუკა კუბლაშვილი რუსთავი, მიხეილ გვასალია ფოთი, გიორგი კაპანაძე რუსთავი, ლაშა გაგნიძე ჭიათურა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. ამ 4 ზონაში ლაშა კერესელიძემ, ვარიანი ვაგიმ მამედოვმა, მარნეული, სეიმურ ნასიბოვმა რუსთავი, 60 კილოგრამში გიორგი ნიძელაშვილმა, თეთრი წყარო და დავით მუშკუდიანმა მესტია და 65-ში არჩილ გაფრინდაშვილმა და მამუკმა ჯიბუთმა ორივე თბილისი. ასევე ორივე თბილისელი ბრინჯაოს პრიზიორი გვეყოლება 70-ში. ნიკა სუხაშვილი და ლუკა შონია. ეხლა კი მოტივები ეს გახლავთ ელნურ აბდულაევი, რუსთაველი, ისიც წელს უკვე იყო ევროპის ჩემპიონატის ფინალისტი, ვერცხლის პრიზიორი 19 წლამდელებში და მასაც აქვს დებიუტი კაცებში. ჯორჯოლიანი ესე 2-3 წლით უფროსი იქნება, ისიც ყოფილა ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი 2023-ში, თუ კარგად მახსოვს 19 წლამდელებში. პირველი რაუნდი აქ მემარჯვენეა, კლასიკური დრომი აქ დაახლოებით 1 სტილის მიმდევარია, აღნაგობაც ორივე აქ ალბათ უფრო საშუალო და შორი დისტანციიდან შეეცდებიან ქულების დაგროვებას. ბატონი ავთანდილ შოშიაშვილიც დააგვიბრუნდა, მისაღებსაც აქვს მას საქმე. ილოცავ ბატონო ავთანდილ 2 ოქროს მედლი დაასრულა, 2 საგრევო სკოლა. მადლობა. გახსნი ნინო კეჩხუაშვილი და ლევან დემუროვი და ხო ასევე ვარიანს აქვს 1 ოქროს მედალი, ეს მძლოვრელები არიან ხო გორის რაიონელი. აქ ფინალი გიორგი ჯორჯოლიანი სოფელ თამარისიდან ყოფილა მარნეულის რაიონში. და მისი მეტოქე ელნორი რუსთავი. ორივე გამოცდილი მოკრივეა, გულისხმობ ახალგაზრდებში და ჭაბუკებში, კარგად გამოდიოდა ორივე მოკრივე. აბდულაევი 2025 წლის მედალოსანი ევროპის ჩემპიონატზე. ბატონო და ჯორჯოლიანსაც ქონია თავის დროზე ეს მედალი. კი. ქონდა ერთი მედალი ჭაბუკებში. ასე რომ კარგი ბრძოლა იქნება. სიმაღლით ორივე თანაბარი სიმაღლეცა. ჯორჯოლიანი ცოტა გამოცდილია და ნახოთ აბა როგორ გაართმევს თავს ერნულ აბდულაევი რუსთაველი მოკრივე. შეუძლია ესე შორეული მასმა ქონდა ჯორჯოლიანს შემდეგ. ბრძოლა ოდნავ უკეთესად გამოიყურება გიორგი ჯორჯოლიანი. ნახოთ საჯები რა გადაწყვეტილებას მიიღებენ. როდესაც საჯების შეფასებას ბრინჯზე ზალ ჯავახაძის საჯებს მოგონი
არ არის საჯების შეფასება ჯერჯერობით. დადებენ მალე. მალე იქნება. ეხლავე მოგახსენებთ აბდულაევს 2 ხმა, 3 ხმა ჯორჯოლიანს. გაიყო კი 3 თორს უგებს ჯორჯოლიანი ამ ეტაპზე. ნახოთ მეორე რაუნდი უფრო საინტერესო იქნება. ეს იყო ჭინაობის ბილეთი, უნებლიეთ გამოვიდა რა თქმა უნდა. იგივე ტაქტიკით მიდის მეორე რაუნდი. შემდეგი ფინალი იქნება უკვე 75 კილოგრამში დაჯილდოების შემდეგ გიორგი ნატრაშვილი, საბა პაპაძე. სურათი იგივე ხა გამიჭირდება თქვა, მაგრამ სავარაუდოდ ახაც გაიყოფა ხო ხმები. კი, გაიყოფა. თითქმის თანაბარი ბრძოლა. გამოკეთილი არც ერთი ჩანს. ანუ წესით მესამე რაუნდში უნდა გადაწყდეს აი ბრძოლის მე 3 თორს იგებდა პირველში ჯორჯოლია. ვარტყა ახლა მარცხენა ხუპი საკმაოდ ძლავი აბდულაევმა. ზოლით გამოახსია აბდულაევმა ბაგირებიდან და ბოლო 10 წამი. აბდულაევი რაუნდის დასასრული დიდი ინტერესით ველოდებით რაუნდი. საჯების შეფასებას. მეორე მოიგო აბდულაევმა 4-1 და საბოს ჯამური ანგარიშიტის არის წინ 2-1 საჯთან 28 აქ ერთთან 28 თორსი მეოთხე მეხუთე მსაჯი ეს არის ბათუმელი მსაჯი გახლავთ სანდრო ჭუღუში გოველი მსაჯი ვაჟა ცაციაშვილი ისინი გადაწყვეტენ ამ ბრძოლის ბეჭდს ჯერჯერობით წინ არის მინიმალური უპირატესობით 2-1 შეგვიძლია ასე ვთქვათ ელნურ აბდულაევს 2-3 წააგო მან პირველი რაუნდი და 4-1 მოიგო მეორე. ამ რაუნდში გადაწყდება უკვე გამარჯვებულის ბედი. სხვათა შორის აბდულაევი უკვე ახალ ბედაა. დიდებში
კი, რამე წელს შეა 2025 წელს იყო ის ევროპის ჩემპიონატის ფინალისტი. რამე შესაძლებელია რომ ჯერ ფინალში გააღწევს ახალბე და მოკრივე და აი ფინალშიც ნახოთ. მეორე რაუნდი შარშანდელი ჩემპიონი გახლავთ 71 კილოში. იჭერს წითელი კუთხე იჭერს. ხო, აბდულაევი შეტევა, ეს მან დაიწყო, ის მარცხენა პირდაპირ გაიყვანა, თუ კარგად დავინახე. მესამე რაუნდი უფრო დაუღლეთ. უფრო აქტიური და ხო ნაკლებად დაღლილი ჩანს რუსთაველი. კი. თავი თვარდება აბდულაევი, რადგან მიიღო შენიშვნა. აფრთხილება ხომ არა, იქიდან გაუშვეს ჯორჯელიანი. იქიდან გაუშვეს არბია გახსნილი. თან ორივე მხარეს კაცო. ორივე მხარეს. და ჩაამთავრებინებენ. სოდოვა მოსახსნელად ვერ გასწირავენ. სულ რამდენიმე წამი. კიდევ ერთი მოარტყა მარცხენა. აბდულაევმა უნდა ისე ცოტა უხეშად მიეწვა ესე მკლავით. წუთია უკვე. ამჯერად გასვაში იყო კარგად გააკავა, ეხლა დრო გაიყვანა აბდულაევმა. ეს რაუნდიც ალბათ გაიყოფა, მე მგონია რომ აბდულაევის სასარგებლოდ. ხო, როგორ გაიყოფა მაშინ საქმე მეოთხე და მეხუთე მსაჯია გადამწყვეტი აქ. ეს რაუნდი მე მგონი უნდა მოვიდეს 3-2. მოატყა ეხლა მარცხენა. გიორგი ჯორჯოლიანს ჰქონდა ბოლო შედეგიანი დარტყმა. ბევრი არ არის დარჩენილი, რაღაც წამებია, ესეთ ხმაურია, რომ აი 10 წამის 10 ვეღარ გავიგეთ, კარგია, ესე მეგობრულად რომ დაშორდებიან ერთმანეთს, ესეთი მძიმე ბრძოლა იყო ძალიან. პირველი რაუნდი მოიგო ჯორჯოლიანმა, მეორეში გარდატეხა საბით აბდულაევმა მინიმალური უპირატესობა ჰქონდა მას მესამე რაუნდის წინ და ნახოთ ვინ გამოცხადდება ეხლა საქართველოს ჩემპიონატს. 2-1 იგებდა აბდულაევი 2 რაუნდის შემდეგ და ყველაფერი დამოკიდებული იყო მეოთხე და მეხუთე მსაჯის გადაწყვეტილებას. საქართველოს ჩემპიონი 70 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში გახდა. ხმები გაიყოფა. კი, მოიგო აბდულაევმა მეორე რაუნდიც და მესამე რაუნდიც. კი, ასეც ჩანდა. 3-2 გაიყო ხმები და აი მოი მსაჯიდან საბოლოოდ ერთმა ტურგუშმა მისცა აბდულაევს და გორერმა საციაშვილმა მისცა რაუნდი. ჯორჯოლიან საბოლოო ჯამში 3-2 გამოვიდა, ისეთი კარგი ბრძოლა ვნახეთ, რომელშიც უფრო ახალგაზრდამ გაიმარჯვა.